Brüssel-Washington შორის დაძაბულ ფონს კიდევ უფრო აღრმავებს უკრაინის ომის დასრულების გზებზე გასხოვებული ხედვები. ევროკავშირი, რომელიც ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე ზელენსკისთან მოლაპარაკებებს ამერიკისგან ცალკე აწარმოებს, უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას და უსაფრთხოების გარანტიებს წითელ ხაზად აცხადებს. და სანამ ევროპის ლიდერები მშვიდობის მიღწევის პროცესში საკუთარი როლის და მნიშვნელობის ხაზგასმას და მოლაპარაკებებში ჩართვას ცდილობენ, მედია სულ უფრო აქტიურად წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის პირველ პირზე სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად გასაფორმებლად ზეწოლის პერკეტებს აძლიერებს. თავის მხრივ შეხვედრების 4 რაუნდის შემდეგ პროცესში პროგრესზე მიუთითებს ზელენსკი, რომელიც 20 პუნქტამდე შემცირებულ გეგმაზე მუშაობას დასრულებულად აცხადებს. დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად რუსეთი უკრაინაზე შეტევებს არ წყვეტს. მოსკოვიდან ევროპის ქვეყნების მისამართით დღეს მორიგი მუქარის შემცველი გზავნილიც გაჟღერდა. უკრაინამ მზადაა ჩაატაროს არჩევნები 60-90 დღის განმავლობაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის ლიდერმა თქვა, რომ უკრაინაში ხელისუფლება ომს საბაბად იყენებს, რომ არჩევნები არ ჩაატაროს. ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო ამერიკის პრეზიდენტის ეს ბრალდება და მზადყოფნა გამოთქვა, დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც უკრაინაში ომის მიმდინარეობის დროს არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. უკრაინის პრეზიდენტის ასეთი პასუხის მიუხედავად კიევის მცხოვრებლებს ეჭვიეპარებათ, რომ არჩევნები უახლოეს მომავალში გაიმართება. სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ უკრაინელების 63%-ზე მეტი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ რუსეთთან კონფლიქტის სრულად დარეგულირების შემდეგ უჭერს მხარს. მათ უკვე არაერთხელ მოგცეს უსაფრთხოების გარანტიები. ვისჩერა კიდევ ამის დემოკრატია მითია, ისევე როგორც კომუნიზმი იყო საბჭოთა პერიოდში. მე ამის არ მჯერა, ეს უკვე გავიარეთ. არჩევნების გამართვასთან ერთად ვაშინგტონი კიევზე ზეწოლას აგრძელებს, რათა უკრაინა შობის დღესასწაულამდე დათანხმდეს ომის დასასრულებლად საჭირო სამშვიდობო შეთანხმებას. რაც ასევე მოიცავს კიევის მხრიდან ტერიტორიების დათმობასაც. კრემლში ამბობენ, რომ ტრამპის მიერ პოლიტიკოსთან ინტერვიუში გაკეთებული ბოლო განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ მოსკოვი ომში იმარჯვებს და რომ უკრაინას მოუწევს დონბასის დატოვება, თანხმედრაშია მოსკოვის პოზიციებთან. შეერთებული შტატები სულ უფრო მოუთმენლობას იჩენს განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ერთადერთი დასავლური ლიდერია, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში დანიშვნისთანავე დაიწყო იმ მიზეზების გაგება, რამაც უკრაინაში ომი გარდაუვალი გახადა. დონალდ ტრამპის მიერ პოლიტიკოსთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები და ასევე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია კვლავაც კრიტიკის საგანია ევროპაში. ევროკავშირში ამბობენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ევროპის თანხმობის გარეშე ძალა არ ექნება. რაც შეეხება ვაშინგტონის მოთხოვნას, რომ ევროპამ საკუთარ კონტინენტზე უსაფრთხოება თავად უზრუნველყოს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროპელი ლიდერები ადასტურებენ, რომ ისინი მზად არიან ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებებისთვის. მათივე თქმით, ევროპა ერთიანი და ძლიერია და მხარს უკრაინას უჭერს. უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც ამერიკელებმა გასულ კვირას გამოაქვეყნეს, არ არის დიდი სიურპრიზი მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ალბათ ყველა მოისმინეთ და გახსოვთ. შესაბამისად ჩვენ ვამზადებთ ჩვენს თავს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიცვლება, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ ამერიკა დავინახო პარტნიორად. იმედი მაქვს, ამერიკელებიც იგივენაირად ხედავენ მათი პერსპექტივიდან ევროპას და გერმანიასაც. რასაც ვხედავ მე არის ძლიერი ევროპა, რომელიც გაერთიანებულია ჩვენი დიდი ხნის ფასეულობების, თავისუფლებისა და დემოკრატიის გარშემო და მე ყოველთვის დავიცავ ამ ღირებულებებსა და თავისუფლებას. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში გამოთქმული წინადადებების მიმართ არაერთგვაროვანი განწყობებია ევროპის ულტრამემარჯვენე ფრონტზეც. თუ გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მიესალმა მეინსტრიმ ევროპული პოლიტიკური ლიდერების მისამართით ტრამპის კრიტიკას და პატრიოტული ევროპული პარტიების მხარდაჭერას, საფრანგეთში მარინ ლე პენის ეროვნულ გაერთიანებაში განაცხადეს, რომ მათ არ სჭირდებათ უფროსი ძმა, ისეთი როგორიც ტრამპია. ფრანგი ვარ, ამიტომ არ მომწონს ვასალური დამოკიდებულება. მე არ მჭირდება უფროსი ძმა, ისეთი როგორიც ტრამპია, რომ გადავწყვიტო ჩემი ქვეყნის ბედი. ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე დღესვე განმარტებები გააკეთა ევროკავშირში ამერიკის ელჩმა. როგორც ენდრიუ პასდერი ამბობს, დოკუმენტი ევროპაში არასწორად გაიგეს. მისი თქმით, ამერიკას არ სურს ევროკავშირის დასუსტება ან დაშლა, თუმცა ნამდვილად არ უნდა, რომ ევროპამ დაკარგოს სუვერენიტეტი, ეროვნული ღირებულებები და რაც მთავარია, იდენტობა. ის ნაწილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროპას ეხება, დასათაურებულია ასე: წინადადებები ევროპის სიდიადისთვის. მას არ აქვს სათაური, ჩვენ არ მოგწონს ევროპა და გვინდა, რომ ევროპა წავიდეს. რატო წაიკითხავთ, იქ წერია, რომ ევროპა სტრატეგიულად და კულტურულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. შემდეგ თუ გაყვებით, იქ წერია, რომ ჩვენი სავაჭრო კავშირები, რომლებიც უდიდესია მსოფლიოში, არის გლობალური ეკონომიკის და ამერიკის კეთილდღეობის საყრდენი.
უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭირო სამშვიდობო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ვაშინგტონსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის დავა ევროპის დედაქალაქებში აჩენს შიშს, რომ საბოლოოდ შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპელი ლიდერები და უკრაინაც დაადანაშაულოს სამშვიდობო ძალისხმევის ჩავარდნაში და მოლაპარაკებას გამოეთიშოს. კიევში კი დღეს თქვეს, რომ 20 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა და დოკუმენტი უახლოეს ხანში გადაეგზავნება ვაშინგტონს.